ამ ლუდს ჩაწერის შემდეგ თლიან ბოთს დავაგემოვნებ, მინდა გითხრა. გაფილტრული კიდე მარჯვნივ. მემარჯვენეები ხართ თქვენ? მემარჯვენეებს გამოვაჩინოთ. მოგესალმებით, დღეს მე აქ მოვედი, რათა 16 რჩეული გერმანულიდან ავარჩია ჩემთვის საუკეთესო. ეს პავლენებს გავს. ეს გადავიყვანოთ შემდეგ ტურში. გემოთი პავლენებს გავს ძალიან. ეს არ უშავს. ეს ორი გადავიყვანოთ შემდეგ ტურში. ეს სავარაუდოდ დუნქლე უნდა იყოს. თაფლის გემო თბილი გემოსკენ მიდის. ესეც დაახლოებით დუნქლეს. ეს აშკარად გაუყიდე ხორბლის ლუდია. ეს შემდეგ ტურში გადავიყვანოთ. ეს აუთსაიდერია ჩემთვის. ცუდი არის. აშკარად გადავიდა. საპასუხისმგებლო არჩევანს შევა, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით. ეს აშკარად მოვირთო და შემოვიტოვე ბოლოსთვის, რომ ამ სამ ლუდს დავлеდი პირი ჩამეთქმარუნებინა. ეს გაფილტრული ლუდია, ჩემი მეორე ფავორიტი. ეს აშკარა აუთსაიდერია. სამი ყველაზე ნაკლებად მომეწონა ამის გემო. მოკლედ ვაგრძელებთ ლუდის განხილვას და ამორჩევას. სანამ ამ კონკრეტული ლუდების დაგემოვნებაზე გადავალი, მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ რაც უფრო მეცვალ თანთან მოქმედებს ალკოჰოლი და გათხრობს და უფრო გიჭირს გემოების გამორჩევა ერთმანეთისგან. რაც არ უნდა კარგად ერკვეოდე ლუდებში, მაინც ართულებს. ეს პავლენებს გავს. ეს ფრანცისკანის უფრო გავს. ეს სახად. აი ამ სამ შორის ძალიან რთული არჩევანი ის წინაშე ვდგავარ. დავაგემოვნო. ეს ჩემი შემდეგი ფავორიტი. სუზი არის. ეს დუნკლე. თაფლის გემოთი. არჩევანი შედარებით მარტივია.
ეს გადავიდა შემდეგ ტურში. და ეს ფინალური ეტაპია და შენი აზრით რომელი ლუდები არის ფინალში? საკმაოდ რთული შეკითხვაა, რადგანაც მე ამ ეტაპზე დავაგემოვნე 16 განსხვავებული ლუდი. ასევე გულწრფელი ვიქნები და რაღაც დაგიმარავ და გერმანიაში ვარ ჩამოსული ფეხბურთის და ლუდის ქვეყანაში და დღის განმავლობაში ამ განხილვამდე მინიმუმ 3 ლიტრა ლუდი ქონდა დაგებული. ამიტომ ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ლუდებია დარჩენილი. ფიქრობ, რომ ერთ-ერთი აქედან უნდა იყოს პაულანერი აუცილებლად. ვიმედოვნებ, რომ ერთ-ერთი იქნება ფრანცისკანერიც. დანარჩენი აღარ მახსოვს, რომ დავაგემოვნებ და გავსინჯო ფინალ ეტაპს, მერე ვეცდები, რომ გამოვიცნო. აქამდე შენი საყვარელი გერმანული ლუდი რომელი იყო? ტოპ 5 შემიძლია გითხრათ რა. პაულანერი, შნაიდერვაისი, ვაინშტეფანი, ფრანცისკანერი და აკეპშორი. და მოდი დავიწყოთ. ესეც ძალიან კარგია. ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვარ, მინდა გითხრათ. მიჭირს სამ შორის არჩევანის გაკეთება. აუცილებლად მინიმუმ 2 იქნება ჩემი ხუთეულიდან აქ. თუ არ იქნება და დღეის შემდეგ აუცილებლად გადავხედავ ამ ხუთეულს და შეიძლება რომელიმე ლუდი ჩავენაცვლო და აქედან რომელიმე შევიყვანო. მოდი ესეც გამოვიწყოთ. sorry. ამიცი მეგობრებო, ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ ამდენი ცუცა გასინჯო. იჭერს. ეს კარგია. მოდი რაც არის რა. ამას დავიწყოთ. პირველი ეს დუნკლე იყო და ამას ვაჩვენებთ რა იყო. კრონბახერი დუნკლე. ამას შეეხება. კაპუცინერი, ტორტებეკერი გადავხედავ შენ ხუთეულს და ამ ლუდს ჩაწერის შემდეგ თლიან ბოთს დავაგემოვნებ, მინდა გითხრათ. აი ეგ რა გონია რო არის? გონია რომ პაულანერია. არ ვიცი, თორე ძალიან და გაო პაულანერია. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან კარგი გადაცემაა და პირველ რიგში მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ ლუდებს ესე ვიტყოდი, გვეძლევა იმის საშუალება, რომ ძალიან კარგი ბევრი გერმანული ლუდი დავაგემოვნოთ. მეტი რა გვინდა? აბა წარმატებებით გადაცემას და კარგად გავდებოდეთ. მოდი მე აი შტორტებეკერს და პაულანერს თითო ბოთლს წავიღებ და დავაგემოვნებ. ღმერთო შენ გადამარჩინე.